რა შეიძლება გახდეს ჯადოზე უარესი და ბოლო მოგიღოთ და გაგანადგუროთ არის წყევლა. ეს არის ნეკრომაგიის ფასის რიტუალი, რომელიც ამ წყევლას მოხსნის და ეს წყევლაა, როდესაც წყევლის დედა. ძალიან ბევრი დედა ჩემ კლიენტსთან თითქმის არ საუბრობს, არ ელაპარაკებიან ერთმანეთს და ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს. როგორც ერთს, ასევე მეორეს. წყევლის ზაფრავს და ძალიან ცუდად არიან განწყობილი. როდესაც გაქვთ დედის წყევლა, ჩათვალეთ, რომ ცხოვრებაში ვერ გაიხარებთ, ვერასოდეს ვერ გაიხარებთ. სანამ არ გაიკეთებთ მოხსნას და დაცვას. თქვენი გზა ყოველთვის უკუღმა წავა. გათხოვდებით, გაშორდებით, საქმეს ვერ მოერგებით, ფულს იშოვით, წყალში ჩაგეყრებათ, მოკლედ, მთელი ცხოვრება იქნებით უბედური. ყველაზე საშიშია ასევე და ესეც ჯადოზე უარესი და მომაკვდინებელია, როდესაც გწყევლით ქვრივი ქალი. მნიშვნელობა არ აქვს ეს ქვრივი ქალი. ან შულკვდარი დედა მაგალითად, ხო? შულკვდარი დედა, როდესაც თქვენ გწყევლით და უარესია, როდესაც ქვრივი ქალი გწყევლით. ვერ გეტყვით რა საშინელი ენერგეტიკა აქვს ამ დროს ადამიანს, როდესაც დაგწყევლის და რა შეიძლება გააკეთოს, შეიძლება მოგკლათ დაჟე. შეიძლება თქვენ საერთოდ არ იცოდეთ, გაიაროთ და ადამიანმა ჩაგაწყევლოთ, მიგაწყევლოთ, ჩაილაპარაკოს და თქვენ გაიაროთ. всё. დასრულებულია. თუ ეს არის დედა, თუ ეს არის ქვრივი ქალი, ჩათვალეთ, რომ თქვენი ცხოვრება წავა უკუღმა. სანამ მოხსნას არ გაიკეთებთ და რა თქმა უნდა დაცვას, იმიტომ რომ დღეს დაცვის გარეშე არ ამგონია ადამიანი ნორმალურად არსებობდეს. თუ არსებობს, მას ან ფსიქიკა აქვს დარღვეული, ან ფული არ აქვს ნორმალურად, ან არ ვიცი. მოკლედ, კარგად ვერ ცხოვრობს ვერავინ, იმიტომ რომ მუდმივად აიღებ თვალს, შებიზნეს განავითარებ, მაგრამ სადღაც მაინც ცუდად წაგივა საქმე. მოკლედ, ერთ სიტყვით დაცვის გარეშე მეცხოვრება არ წარმომიდგენია.